როგორც მივხვდით, ეს არც მეტი, არც ნაკლები ნიუ-იორკია. აი, ცივილიზაციანარივი 64 დედამიწაზე. ნიუ-იორკში პირველად ჩარშან მოხვდი, ანუ საკმაოდ მოწიფულ ასაკში. ისეთში ბევრი რომ ნანახი გაქვს და ბევრიც მოსმენილი, მაგრამ არ არსებობს სიტყვა ან ეკრანი დამიჯერეთ, რომელიც ნიუ-იორკის ბრჭყბიალებას დაიტევს. Times Square-ი, აიცით როგორი ადგილია, სადაც ხვდები რომ ყველაფერი შენთვის, შენი ბედნიერებისთვის აშენდა და შეიქმნა Broadway. ადგილი სადაც შეიძლება აირიო დროსა და სივრცეში. Broadway-ზე არის ყველაფერი, კულტურა, ცივილიზაცია, დემოკრატია. მოკლედ, ნიუ-იორკში ემოცია არ გაქვს, ნიუ-იორკში გაქვს შოკი. დადიხარ გაოგნებული, სულ თავი გაქვს მაღლა აწეული, დედას გეფიცებით, ნერწყვის გადასაყლაფათაც გენანება თავის ჩამოწევა. რამე არ გამოგჩეს, იმიტომ რომ ნიუ-იორკი მრავალსართულიანი, 3-მდე აზიდული, მოკლედ, ან გამაჩერეთ და ან გამიშვით ნიუ-იორკში ოღონდ. თუ ჩემს გაშვებას დააპირებთ, იჩქარეთ, იმიტომ რომ ჩემს ამერიკის ვიზა ვადაგაზდის. მოკლედ. ესე მინდა წარმოვადგინო რა. მიცადეთ? მომზადა? ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და მისი მეუღლე ჰოლი ლეცერი სტუდიაში. America ფარებია. ასეთ აპლოდისმენტებს მეც კი არ ვალოდებოდი. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩემთან სტუდიაში, ჩემს მართლაც პატივია. თან ძალიან დიდი. დიპლომატიაში ბატონელჩა ყველაფერი თანმიმდევრულად იწყება. მოდით ამ სტუდიაში ყველაფერი ბოლოდან დავიწყოთ. გილოცავთ გაბედნიერებას, მართალია მე მოგვიანებით, მაგრამ მაინც. დიდი მადლობა. მე მიხარია რომ თქვენი ბიოგრაფია საქართველოს არასოდეს ამოიშლება, იმიტომ რომ იქორწინეთ ამ ქვეყანაში, ხო? Well, you can say that our relationship. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შორის მრავალმხრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში და მიმაჩნია, რომ ეს ქვეყანა დარჩება ჩვენთან მას შემდეგაც, როდესაც ჩვენ აქედან გავემგზავრებით. საქართველოს ჩვენთვის სახლივითაა და მომავალში დაუბრუნდებით როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები. მას შემდეგ რაც აღარ ვიქნები ელჩი, ჰოლი კი ქალბატონი ელჩი. And Kalbatano Elch. პირველი პაემანი მართლა ბეისბოლის მატჩზე გქონდათ? Yes, it was. დიახასია, ეს იყო ბეისბოლის მატჩი. თამაშობდნენ ვაშინგტონის Nationals და Saint-Louis-ის Cardinals. შესანიშნავი მზიანი დღე იდგა ივნისის დასაწყისში. მართლაც კარგი დრო გავატარეთ. რომანტიული იყო? Well, at the time I don't think either. არ მგონია იმ მომენტში ჩვენ მქონდა გააზრებული რომ ეს პაემანი იყო. არ ვიტყოდი რომ რომანტიული იყო, მაგრამ მე ჯონი უკეთ გავიცანი. კარგად ვისაუბრეთ. ბეისბოლის მატჩის ბოლოსკენ კი ვიცოდი რომ მასთან ერთად სხვა ბეისბოლის მატჩებზეც მინდოდა დასწრება. მატჩის ანგარიში გახსოვთ? I do. Actually, the Washington მახსოვს ვაშინგტონის Nationals-მა წააგო, Saint-Louis-ის Cardinals-მა მოიგო. გონი 4-1. აპლოდისმენტები ძალიან გყავთ. ბატონელჩო, თქვენ ერთი წელი წახვედით ერახში სამუშაოდ. თქვენი ჯერ კიდევ არა მეუღლე, დარჩა ვაშინგტონში. ქალბატონი ჰოლი. ამის შემდეგ ისევ მოხდა თქვენი შეხვედრა, მაგრამ მაინც ტრივიალური კითხვა მაქვს, ქართული შეკითხვა მაქვს დასასრული, მოკლედ არ გაგიკვირდებათ ალბათ, როდის მიხვდით რომ თქვენი მეუღლე უნდა გამხდარიყო? Oh, that is an excellent question. შესანიშნავი კითხვაა მართლაც. ზუსტად როდის მიხვდი რომ ჩემი მეუღლე უნდა გამხდარიყო? მაშინ, როდესაც მამთხოვა ცოლად გაყოლოდი. მაგრამ იქამდე რაღაც მომენტში, როდესაც იგი ბაღდადში იყო, მე უკვე მივხვდი რომ ის იყო განსაკუთრებული ადამიანი ჩემთვის. და რომ მე მასთან ერთად ჩემი ცხოვრების გატარება მინდოდა. მე აუცილებლად მინდა ახლა დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა საქართველოს შესახებ. ბუნებრივია, როდესაც ელჩები მოდიან უკვე ქვეყანაში, და უნდა დაიკავონ ეს პოზიცია, თავის ქვეყნის სახეები უნდა გახდნენ სხვა ქვეყნებში. ბუნებრივია, რაღაც გარკვეული ინფორმაცია მათ უკვე ხელთ აქვთ. დეტალური ინფორმაციას გულისხმობ მე. მე მაინტერესებს, რა იყო ინფორმაცია, რომელმაც ყველაზე მეტად გაგაკვირვათ ჩვენი ქვეყნის შესახებ? გაგაკვირვათ.
Well, I would say two ვიტყოდი, რომ things. ორი რამაა, რამაც გამაკვირვა. პირველი რამაც გამაკვირვა საქართველოში, ეს იყო წარმოუდგენელი მრავალფეროვნება, რომელიც გეოგრაფიულად ასეთ მცირე ზომის ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. საქართველო პატარა ამერიკული შტატის ხელაა, მაგრამ მასში თავმოყრილია იმდენი კლიმატური ზონა, რაც შეერთებული შტატების კონტინენტურ ტერიტორიაზე. საქართველოში თავმოყრილია კულტურის, ტრადიციის წარმოუდგენელი მრავალფეროვნება და ამერიკელისთვის, რომელიც შეჩვეულია უკიდეგანო მასშტაბურ სივრცეებს, ამის ნახვა გეოგრაფიულად ასეთ მცირე ტერიტორიაზე მართლაც ჩთამბეჭდავია. მეორე რამაც გამაკვირვა საქართველოში გარკვეული დროის გატარებისა და ხალხთან ურთიერთობის შემდეგ არის ქალების სიმცირე ქვეყნის პოლიტიკაში და პოლიტიკური ცხოვრების მმართველ პოზიციებზე. ძალიან სწრაფად შევიტყვე, რომ უმნიშვნელოვანესი მოვლენები ამ ქვეყანაში არ კეთდება, ან არ კეთდება კარგად, თუ მასში ქალები არ მონაწილეობენ. იცით რა არის ჩვენმა სვანმა მაყურებლებმა გნახეთ ზურგჩანთამოკიდებული სვანეთში. ესე ფეხით დადიოდით ტურისტულად და ათვალიერებდით იქაურობას. მე ვიცი რომ ძალიან ბევრ რეგიონში ტურისტულად დადიხართ, მეუღლესთან ერთად და თითქმის მთელი საქართველოს უკვე ფეხით გაქვთ ჩამოვლილი. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ნაწილი ქვეყნის. აქაც არადიპლომატიური ხონდა დავსვა, მე ერთი არადიპლომატი ჟურნალისტი ვარ მოკლედ და შესაბამისად მაპატიეთ შეცდომები. არის კუთხე ქვეყანა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უფრო მეტი სიმპათიით სარგებლობს. ზუსტად ვიცი მეტყვით ყველაო. I would say there are different regions that are favorites in ვიტყოდი, რომ სხვადასხვა რეგიონი განსხვავებულია წლის სეზონის მიხედვით და ჰოლისაც ვთხოვ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, რადგან იგი უკვე საკმაო ხანს იმყოფება აქ, რომ საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს ჩამოყალიბებული. მიყვარს ხელუხლებელი ბუნება სვანეთში და რაჭაში, მაგრამ მქონდა აგრეთვე საშუალება მემოგზაურა კახეთში, მეხილა მთები და ასევე ალაზნის ველის მდიდარი კულტურა. ზუსტად ასეთ სურათს ვნახულობ ყველგან საქართველოში, სადაც მივდივარ. ყოველთვის რაღაც გასაოცარს ხვდები, რაც მახსენებს და მდიდარი წარსულის მქონე საზოგადოება და კულტურაა საქართველოში. რაოდენ დაკავშირებულია ხალხი მიწასთან და როგორ აისახება ეს ცხოვრების შესახებ მრავალფეროვან შეხედულებებში. კაპიტანი არის რომელიმე კუთხე ისეთი, სადაც ჩასვლა ყველაზე მეტად მოგწონთ, არ ვიცი, როგორ უნდა დავსვა, გიხარიათ, გინდათ, უფრო ხშირად. ეწვეთ რომელიმე კუთხეს სტუმრად. მე გამიმართლა, საქართველოს ყველა კუთხეში ვარ ნამყოფი. თითოეულს აქვს საკუთარი განსაკუთრებული სილამაზე. ყველა რეგიონშიო, ხალხნო. ყველა რეგიონშიო. მე არ ყოფილვარ. It's hard to რთულია გამოარჩიო რომელიმე ერთი კუთხე. ვარძია და სამცხე ჯავახეთი თანაბრად ლამაზია ზაფხულშიც და ზამთარშიც. რაჭის, სვანეთის, თუშეთის მთები მნახველს წარმტად სილამაზეს თავაზობენ. კახეთის მკვიდრნი ქუთაისის მოსახლეობა კი ძალიან თბილი და შესანიშნავი მასპინძლები არიან. ერთი წყალტუბო გამორჩა მარტო მთელი საქართველო იცის თურმე. ფაქტია რომ ჩუჩხელა იმერული მოგწონთ. Yes, well actually I დიახ, გასულ კვირას რამდენიმე დღე ჩემს მეგობრებთან, გია და თამროსთან ერთად კახეთში, სიღნაღში გავატარე. იქ ჩურჩხელა გავაკეთეთ. ჩურჩხელა? თქვენ? So yes, from scratch myself. დიახ, თავიდან ბოლომდე მე თვითონ. მე კარგი მასწავლებლები მყავს. განსაკუთრებული ზღვენით მოვედი დღეს თქვენთან ნანუკა. ქართული ჩურჩხელა და ამერიკული ნამცხვარი ბრაუნი მოგიტანეთ. დიეტა დარღვეულია. დიეტა დარღვეული. გამორიცხული არ არსებულია. I try. მე მიცით რა არის აღმოჩენილი ხართ ისეთ კურიოზულ სიტუაციაში, მაგალითად როგორშიც ჩვენი პრემიერ-მინისტრი აღმოჩნდა ახალ ზელანდიაში რომ ჩავიდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აქვს რაღაც სხვადასხვა ტრადიცია. სვანეთს, გურიას, ესეთი უხერხული სიტუაცია საქართველოს შექმნიათ, რომ აი არ იცით რა გააკეთოთ. Well, I would say ალბათ სუფრაზე დარწმუნებული ვარ. აპატიეთ გაგატყდა. Yeah, well, the super culture. ვიტყოდი, სუფრის კულტურა ცალკე კულტურაა, როგორც იცით. ვიტყოდი ბატონი ნიკას ახალ ზელანდიაში მიღებული გამოცდილების მიმართ ყოველგვარი პარალელის გარეშე მიმაჩნია ყველაზე ახლოს მსგავს სიტუაციასთან ვარ ხოლმე, მაშინ, როდესაც თუშეთის ან სვანეთის მთებში ფეხით სიარულისას წავაწყდებით ძალიან დიდ ქართულ ნაგაზს, რომელიც თვლის, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ გზა იმ მიმართულებით, სადაც ის დგას. აი ეს არის ალბათ ის სიტუაცია, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენს მიერ აღწერილთან. That's as close as I've come to that kind of experience. მდგომარეობაში აღმოჩენილ ხარ. ჩვენს ერთობლივ პირველ ახალ წელს თან ჩურჩხელა თან ახალი წელი რაღაცა მაინც არის შეხვდით საქართველოში. ერთად. No, actually it was our third არა, year. სინამდვილეში უკვე მესამე ახალი წელი იყო ჩვენთვის საქართველოში.
ეხლა მე სიტუაციიდან გამოსავალი უნდა ვიპოვო ქორწინების შემდეგ. ქორწინების შემდეგ კი. იყო რაღაც ქართული კერძები? We spent a wonderful New Year's. ჩვენ შესანიშნავი ახალი წელი გვქონდა წელს. ჩემი და მისი ოჯახი ჩამოვიდნენ ჩვენთან სტუმრად ამერიკიდან და ჩვენ კახეთში ვიყავით. იქ შესანიშნავად შევხვდით ახალ წელს ქართული კერძებით. გავაკეთეთ ხინკალი, ჩემმა და თქვა კარგი მზარეული ხარო. მასზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემს მიერ გაკეთებულმა ქართულმა კერძებმა. კარგი დრო გავატარეთ და ისინიც ნასიამოვნები დარჩნენ სტუმრობით. მე ვიცი რომ თქვენ უკვე ქართული მეგობრები შეიძინეთ. კი, ბევრი შესანიშნავი ქართველი მეგობარი მყავს. მე ვიცი რომ გავიგე ამის შესახებ და გავიგე რომ რაღაც სახელს გეძახიან. I do have a couple. დიახ, მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც მეც სახელიც აქვთ ჩემთვის შერჩეული. ქართულად მოუფიქრე სახელი ოლიკო. ოლიკო, აქტიური დიპლომატიური კარიერის შემდეგ ქალბატონ ჰოლი ამ შემთხვევაში თქვენ მინდა გკითხოთ. დღეს გაქვთ მხოლოდ მეუღლის სტატუსი. დიპლომატად მუშაობა მრავალ მხრივ საინტერესოა. მოგზაურობ სოფლიოში, ხვდები საინტერესო ადამიანებს. მუშაობ და საუბრობ ისეთ თემებზე, რომელიც გაინტერესებს. ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო. ერთ-ერთი რამ, რაც საქართველოში მიწევს, ისევე როგორც მრავალ ქართველ ქალს, სახლში მუშაობაა. ამ სამუშაოს ანაზღაურების გარეშე ვაკეთებ. უფასოდ. South of the river, you stop and you hold everything. Then it's blowing Dixie double for time. You feel alright when you hear that music ring. Need a little more practice. ბევრს მუშაობ, მაგრამ ასევე მაქვს შესაძლებლობა, რომ ვიმუშავო ისეთ საკითხებზე, რომლებსაც მნიშვნელოვნად ნათული, როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ძუძუსკიბოს შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. ძუძუსკიბოს პრევენციაზე მუშაობთ, როგორც მე ვიცი. როგორც ბევრმა იცის, ძუძუსკიბოს ტრაგიკული გავლენა ჰქონდა ჩვენს ცხოვრებაზე, ჩემი ქმრის პირველი მეუღლის შემთხვევაში. ეს ასევე შეეხო ბევრ ქალს, ვისაც ჩვენ ვიცნობთ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქალებმა უნდა ჩაიტარონ თვითშემოწმება ყოველთვიურად. საქართველოს აქვს ფანტასტიკური პროგრამა. აქ 40 წელს გადაცილებულ ქალებს შეუძლიათ მამოგრაფიის გაკეთება უფასოდ, რაც მთავრობის ფანტასტიკური ინიციატივაა და ხორციელდება ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ. სამწუხაროდ საქართველოში ამჟამად ძუძუსკიბო პირველ ადგილზეა სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის 14-დან 59 წლამდე ასაკის ქალების გარდაცვალების შემთხვევაში. ეს დაავადება თავიდან აცილებადია. თვითშემოწმებას შეუძლიათ დიდი როლი ითამაშოს. მე ვცდილობ შევიტანო ჩემი წვლილი, რომ უფრო მეტმა ქალმა გაიგოს, როგორ უნდა ჩაიტარონ თვითშემოწმება, ან სად უნდა მივიდნენ დახმარების მისაღებად. ბატონო, რამდენიმე შეკითხვა მინდა თქვენს დაგისვათ. ნიუ-იორკში ამერიკის საჰაერო ძალების პილოტის ოჯახში გაიზარდეთ. მამა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაგეღუპათ. თუმცა, მთელი ბავშვობა ოცნებობდით პილოტობაზე, როგორც მე გავიგე. და აღმოჩნდით დიპლომატიურ სამყაროში. როგორ მოხდა ეს გზა? რა საქმეში მივხვდით, რომ გადაწყვეტილება უნდა შეგეცვალათ? პირველად, როდესაც მივხვდი, რომ ამერიკის საჰაერო ძალების პილოტი ვერ გავხდებოდი, იყო მაშინ, როდესაც ეს გავიკეთე, სათვალე. იმ მომენტში დაისვა კითხვა, რა გავაკეთო ახლა? მე ყოველთვის მაინტერესებდა სახელმწიფო სამსახური და ყოველთვის მაინტერესებდა ის სამყარო, რომელიც შეერთებული შტატების მიღმაა. ყოველთვის მაინტერესებდა თუ რა ხდებოდა უცხოეთში. თინეიჯერი ვიყავი, როდესაც ირანში მძევლების აყვანის კრიზისთან დაკავშირებული სამწუხარო მოვლენები განვითარდა. მაშინ ბევრი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი თეირანში მძევლად ყავდათ აყვანილი, თითქმის 1 წლის განმავლობაში. მოვლენებზე დაკვირვებამ მე გამათვიცნობიერა საელჩოების, უცხოეთში მცხოვრები და მომუშავე მთავრობების წარმომადგენლების საქმიანობაში, რომლებიც ეცნობოდნენ უცხოურ კულტურას და მათ შორის რომლებიც წარმოადგენდნენ შეერთებულ შტატებს სხვა სახელმწიფოებში. მიუხედავად იმისა, რა ხდებოდა იმ მომენტში ირანში, ამ საქმიანობის გაცნობის შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს იყო ის პროფესია, რომლის არჩევა მინდოდა. მას შემდეგ ძირითადად სწორი ხაზით ვითარდებოდა მოვლენები.
იცით რა, სულ მინდა იგივე კითხვა გავმეორდებ პირველი ნაწილიდან, მაგრამ მართლა მაინტერესებთ, როდესაც ამერიკელები გეკითხებიან, როგორია საქართველო? რომლებიც აქჯერ არ ყოფილან, რას პასუხობთ მათ? როგორ უპასუხებდი მათ? ვეტყოდი, რომ საქართველო წააგავს საგანძურით სავსე ზარდახშას. ხსნი მას, იგი შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ ამ ზარდახშაში ყველანაირი საგანძურია თავმოყრილი, სხვადასხვა ფორმის. შუქზე თუ დაიჭერ, განსხვავებული კუთხით, ახალ განსხვავებულ, სასიამოვნო სახით დაინახავ. იგი მუდამ გაოცებს. იგი მუდმივად გაოცებს სილამაზით, იქნება ეს სკულპტურა, ხელოვნება, მთები თუ ხალხის კეთილგანწყობა და ხელგაშლილობა. მუდამ გაოცებული ვარ საქართველოთი და თითოეული დღე ამაღელვებელია იმის მიუხედავად, თუ რა ხდება. აგვისტოში გისრულდებათ უფლებამოსილება. რა ფორმით გააგრძელებთ ურთიერთობას ჩვენს ქვეყანასთან? როგორც აღნიშნე, საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელიც შენს გულში ადგილს პოულობს. დიპლომატად მუშაობას ახლავს სირთულეებიც. არ გაქვს შესაძლებლობა დაამკვიდრდეს ადმე ერთ ადგილას. ჩვენ ცოტათი მოხეტიალე ცხოვრებით ვცხოვრობთ. მუდამ გადაადგილებაში ვართ, მაგრამ საქართველოში ერთ-ერთი საოცარი რამ ჩვენთვის ის იყო, რომ დაამკვიდრდით და ნამდვილად ველი რომ, როდესაც აქედან გავემგზავრებით ამ ზაფხულს, ჩვენ მხოლოდ დროებით დავემშვიდობებით ჩვენ საქაურ მეგობრებს და ამ ქვეყანას მომავალში ხშირად დაუბრუნდებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს. ორი კითხვა. მე გავიგე რომ ჩემმა ჩიტმა ამბავი მომიტანა სადარ დაფრინებს ჩემი ჩიტი ნიუ-იორკშიც კი ჩაფრენილა რითარ დაიღალა ბობომადი ჩემთან რომ გაზეთის რედაქტორად მუშაობდით ბატონელჩა თქვენ. დიახ, ასეა. ახლა მივხვდი ჩემო კოლეგებო. ესე იგი მის შენიშვნებს, ესე იგი ეხლა ქართულ მედიას წავეთ ამიტომ აფასებთ ხოლმე? არ ვიტყოდი ასე. ვიტყოდი, რომ ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილებამ დამანახა, როგორი გამოწვევებით და სირთულეებით ახსავსე შეიძლება იყოს ეს პროფესია, თუ გინდა რომ კარგად გააკეთო შენი საქმე. მაგრამ ასევე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ეს საქმე კარგად აკეთო. მიმაჩნია, რომ პირადი გამოცდილება მნიშვნელოვნად დამეხმარა, რომ ხელი შეუწყო ჟურნალისტიკას საქართველოში და რომ ავხსნა, თუ რატომაა ის მნიშვნელოვანი და რატომ ვთვლი, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ კარგ ჟურნალისტიკას. რა უცნაურია გადაცემის ბოლოს ეს კითხვა რომ შემოვინახე, მაგრამ ბუბუ ჩვენ ძალიან გვიყვარს ძაღლები და მე გავიგე რომ თბილისში ქუჩაში ძაღლი იპოვეთ და აიყვანეთ. დიახ, we did. When things get really low, you've got no place to go. Since baby left the place and left without a trace. We adopted a ავიყვანეთ პატარა შავი ლეკვი. იგი ჩვენს ქუჩაზე ვიპოვეთ. მას კარგი ქართული სახელით დავარქვით. Georgian name. We named her Taco. And she's not new. მაგრამ იგი ქცევით თქვენს ზაღლთან ახლოს ვერ მოვა. უმეტი მადლობა, ჩვენ ძალიან დიდი პატივია რომ იყავით ჩემი სტუმრები, ძალიან დიდი მადლობა. ისე ეს ვიცი რომ ელჩების პრეროგატივა არა, ამას კონსულები აკეთებენ, მაგრამ ელჩის და მისი მეუღლე ასტუმრად ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გმასპინძლობდით მე. ვიზა. რა არის ჯობას რომ ვიზას უყავ? მაინც ხანაირია რა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. ჩემთვის არის. უმეტი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა.